ისრაელისთვის ირანი არის ეგზისტენციალური საფრთხე, ბუნებრივია, მით უმეტეს გაცხადებული ამბიციით, რომ ისრაელი უნდა გაანადგუროს, ირანს ეს არაერთხელ გაუჟღერებია, მათ შორის თავშეყრებზე, ოფიციალურ განცხადებებში, ამიტომ ისრაელი საფეხურების მიხედვით მიდიოდა აი ამ თავდასხმამდე და ეს იკითხებოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად განხორციელდებოდა. ბოლო აკორდი ამ ყველაფერში იყო ჰესბოლას და ჰამასის ლიდერშიპის განადგურება, სამხედრო ძლიერების განადგურება, ასევე ზოგადად ეს ისრაელის ხელწერა არის, რომ ერთის მხრივ ანადგურებს სამხედრო შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე ლიდერშიპს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ზოგადად ბირთვულ პროგრამაშიც და სამხედრო ზოგადად მოქმედებებშიც ირანისთვის არა არ ჩანს, ხო, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რა ეფექტსაც ჩვენ ვხედავთ. აისბერგი გაცილებით უფრო დიდია წყალქვეშ, ბუნებრივია ამას წინ უძღოდა ძალიან ღრმა შეღწევით სადაზვერვო ღონისძიებების განხორციელება, ინფორმაციის მიღება გადაადგილებაზე, საძინებლებში არიან. საძინებელში და მაღალტექნოლოგიური იარაღით ფაქტიურად ის რაკეტა, რომელიც იქ იყო მოქმედებაში, დიდი ალბათობით არის ერთ-ერთი ძალიან მაღალტექნოლოგიური რაკეტა, რომელიც ფეთქებად ნივთიერებების გარეშე კინეტიკური უშუალო, ესე იგი, დარტყმითი ეფექტით კლავს ადამიანს, ისე რომ მაქსიმალურ მინიმუმამდე დაჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, ხო, საცხოვრებელ კორპუსში. ამას გარდა ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა სამხედრო შესაძლებლობებზე და ასევე ბირთვული პროექტის, ბირთვული პროგრამის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილებზე. ნატანსი პირველად არ ყოფილა ისრაელის სამიზნე, მსოფლიოს კარგად ახსოვს სპეციალისტებს ყოველ შემთხვევაში, როდესაც 2010 წელს ცნობილი კიბერშეტევით მოხდა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ირანის ბირთვული პროგრამის უკან დახევა ათეული წლებით. როგორც ჩანს, ახლა ისრაელმა ჩათვალა, რომ ირანი აი ამ წაყრუების პერიოდში ისევ ახლოს იდგა ბირთვული პროექტის დაბოლოებასთან და ახლა როდესაც მსოფლიოს აი იმ ბოროტების ღერძს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, არ სცალია ირანისთვის, ჰესბოლა და ჰამასის აი ამ ირანის პროქსი ძალების შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი, ისრაელმა სწორი დრო შეარჩია იმისთვის, რომ განეხორციელებინა ეს მაღალტექნოლოგიური შეტევა ირანზე. შეტევა მათ ჩვენას სხვადასხვა, რომ ყველა ავტორიტარული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების სისტემა არის ძალიან დაბალი დონის, იმიტომ რომ ფაქტიურად ირანის საჰაერო სივრცეში ისრაელი გადაადგილდება ყოველგვარი პრობლემის შესახებ. ეს არ მეტყველებს მარტო ისრაელის მაღალ ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიას აქვს რაღაც ზღვარი, ხო, იმის იქეთ რაღაც სასწაული არ ხდება ხოლმე, მაგრამ ზღვარი არა აქვს ავტორიტარული რეჟიმის, აი ამ კორუფციული რეჟიმების სისუსტეს, ხვრელებს, სადაც უპრობლემოდ გადაადგილდება ისრაელის საჰაერო ძალები. ეს ერთი საკითხი. მეორე, ჩანს კადრებიდან, რომ სადაზვერვო ოპერატორები, სადაზვერვო შეღწევა იმდენად დიდი იყო ირანის ტერიტორიაზე, რომ ირანის ტერიტორიიდან ხდებოდა აი ამ დრონების ხალიძალაც და ამან გაგვახსენა ბუნებრივია უკრაინელების ბოლო შეტევა, ეს პაუცინა, ხო, ეგრეთ წოდებული აბლაბუდა და ანუ შეტევას აქ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მომენტი. საპასუხოდ ირანის დარტყმა იყო, ხშირად ახორციელებს ხოლმე კოლეგამ ბრძანა ირანი სახის შესანარჩუნებელ შეტევებს. შეიძლება იმიტომ, რომ უფრო მეტ ესკალაციაზე არ მიდის, შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის მისი შესაძლებლობების ზღვარი. შეიძლება იმიტომ, რომ დანებება აქ უკვე დანებებაზე არის ყველაზე რთული, რაც შეუძლია ირანს გააკეთოს, ეს არის ბალისტიკური რაკეტების შეტევა, დრონების შეტევას ისრაელის რკინის გუმბათი მარტივად უზრუნველყოფს მის ათვისებას, ასე ვთქვათ, გადაჭერას, რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, წინა ბალისტიკური რაკეტების შეტევამ უფრო მეტი ზიანი გამოიწვია. ახლა მიუხედავად იმისა, რომ სხერპლი იყო, სადღაც 90%-მდე ბალისტიკური რაკეტებისა კიდევ უფრო მეტი გადაიჭირა ირანულმა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ და ახლა ბალისტიკური რაკეტების შეტევას ხვალდაზე ვეღარ გაიმეორებს, იმიტომ რომ ამას გარკვეული დრო ჭირდება ამის შემზადებას, რაკეტები ასე არ არის ბალისტიკური. ნადგურდება ამ თუთას გამშვებება. და მით უმეტეს ამას მოყვა ისრაელის კიდევ ერთი ძალიან ისეთი უკვე დარტყმა უშუალოდ გამშვებ პუნქტებზე, როდესაც ბალისტიკურ რაკეტას უშვებ, რეალურად შენ იმ საიდუმლო წერტილებს შენ თვითონ გასცემ, საიდანაც ხდება, ხო, შახტებიდან ხდება ამ კობინების გაშვება, ან სახმელეთო დანადგარებიდან და ორივე შემთხვევაში სახმელეთო ცოტა პრობლემურია, შახტებიდან ამის გაშვება ყოველთვის უკვე ინფორმაციას გასცემ და ისრაელის წერტილოვანი დარტყმების სამიზნე ხდება ეს ყველაფერი. მე მინდა